მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გაბრიელი და მეოთხე ეპიზოდში ვისაუბრეთ თუ სად შეიძლებოდა წასვლა სალაშქროდ ერთ დღიან ტურზე. დღეს ვიმყოფებით კოჯორში და დღეს განახებთ თუ რისი დათვალიერება შეგიძლიათ ამ ერთ დღეში. მოკლედ მეგობრებო, ბაკურიანი და გუდაურისთვის ფული არ ქონდა და ჩამოვედით კოჯორში. ახლა მივდივართ უძოს მამათა მონასტერში და დაგათვალიერებინებთ ულამაზეს ადგილს. მე დამიშოს რამდენი წელია თოვლი არ გვინახავს და ბედნიერები ვართ. აი ხა ამოიტანე მიშო ცელოფანი დავეშვა. ახლა ჩვენ ვიმყოფებოდით უძოს მამათა მონასტერში. ისტორიის და ლეგენდის თანახმად ამ უძოს თვითონ იმიტომ შეერქვა ეს სახელი, რომ იყო უძეო, ანუ უშვილო ადამიანი, რომელმაც ამ ადგილას ააშენა ეს ტაძარი წმინდა გიორგის სახელობის. და ამის შემდეგ შევედრა ღმერთს, რომ შვილი ყოლოდა და დაარქვეს ამის შემდეგ უძოს მონასტერი. ხშირად ამოდიან ამ მონასტერში უშვილო ადამიანები და ევედრებიან წმინდა გიორგის და ღმერთს, რა თქმა უნდა, რომ შვილი ეყოლათ. ეხლა განახებთ უძოს, ასე რომ ვთქვათ, მწვერვალს, თას, რაც არის ნიშნული. აიგე. აქედან უკვე შეგვიძლია სრვალი. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ვიწყებთ სრიალს. არა, მიშო. იქ ჯობია და ისე ჩახვალ პირდაპირ, თორე აქ საით გახვალ ერთმანეთს. აბა, პირველი მიშო გაუშვით მსხვერპლი. საცდელი ვირთხა. დაგიჭიგავო? დაიცა იქ ფერდობზე ნახე აბა. ეს არსია რა თქო? დაიცა და აბა. გამიშვი. აბა ნახოთ ეს დავიზე მე ცელოფანზე. ჰა? ეს რიალს. ცელოფანი დარჩა. აუ ბიჭო, ცელოფანი რო არ გამვარდნონ და ხელი მქონა მოკიდებული. და გავიყო ცელოფანი, ზმურად გავიყო. ოი გადი. დუბლი 2 ვიწყებთ ახლა. აბა. აბა. აუ. მაგარია. როგორი? აბა, ეხლა ჩემი დროა. საოცრად დამჭ. ჰა? დავაი მიჩათ. ჩემი. დაიცადე ბიჭო. აია. აქ ჩვენ არ გავჩერდებით. მოკლედ პარკები არ გვეყო და ეხა გავშალეთ პონჩო საწვიმარი
და ვნახოთ აბა როგორ ვისრიალებთ. ორ კაციანია თან. მე წინ მიშო პასაჟირი ყავს. ორი კაცი და გავდივართ. აბა წავედით ნახოთ აბა. დავай მიშო. შემოჯექი ჩემი ცხოვრება და მე რო გეტყვი მივაწვეთ. წავიდა. რაღაცა არ მიდი. არ ვარდებით მოიცა. არა, ბიჭო ეს ატო არ სრიალებს და საწმარი უნდა სრიალებდეს. ვიდი მიშო და მიაწექი. მოიცა ერთდროულად. 1 2 3 არ შევა არა. მოკლედ საწმარმა არ გამართლა. აი რო კონდეს ღვინის ორძნის ის რო არის დიდი ცელოფანი. აი მაშინ კარგი იქნებოდა ან პედიგრის ცელოფანი. აქ მიშო არა აქ პატარა. პატარა. აქ ბუქსო აქ გუნდა კეთდება მეგობრებო რომ იცოდეთ თოვლჭყაპი არ არის მშრალი თოვლია და შევარდნაძეც არ ყავს დასრული ამინდი. დასრული ამინდი ხები ჯერა იმის ჩამომთრევს ეს გათახსირებული კაცი ეს მის შევარდნაძეს გათახსირებული ცოტა კაი სასრიალო ადგილი ვნახეთ და როგორ გამოვა ვნახოთ ჩვენი სრიალი ოპ და ხმა იყო რამე? აი არ შეგაშინდეს მეც მეშინია ნუ გეშინია არ მიდის რო რაც ხმა გავიგონეთ. აბა, ვინ ახარ გამოდი ზეზე? არა ბათურა არა. არა ბათურა. შევკლა ფეხი ქონია და თუ რაც არის. აი. აი. ტრაფხელა მე პატრონეზე დიდი ფეხი ქონია ძაღს. არა ბათურა იყავი სადაც ხარ ხეს არ გამოხვიდე და ისვენე თოვს. მოკლედ მეგობრებო საკმაოდ ნისლიანია მინდია და ზოგადად გირჩევთ რომ ნისლის დროს არიაროთ მაგრამ რადგან ეს ადგილის ზეპირად ვიცი უთავამდები რა ესე რომ ვთქვათ ვაფშე არ მომდივარ მე შენთან მე ჩემი გზა მაქვს აი ის როყებს მაგის ნაკვალევი იქნებოდა ეგ არა კიდევ კაი დაგმული და ხა მოკლედ ახლა შემოვედით თავშესაფარში ცოტა ხანი გუშია შევჭამთ დავანთეთ ცეცხლს თუ დავანთეთ და მივირთვეთ და გავაგზავნეთ გზას აი ესაც აქ კიდე წესით ლამაზი ხედია просто ისლია რა მაგრამ არა უშავს აუმაჯოს ნა აუმაჯოს მოკლედ მეგობრებო ცეცხლი დავანთეთ რავი გადავწვით მთელი ტყე აი იწვის იაგო აი არა უშავს უმადად შევჭამთ რაღაცებს მე ასეთი ორიგინალური გამოვიდა და მივირთვით დედაშუტილი მივირთვით და ახლა მივდივართ სახლებისკენ თუ მივედით მივალდკი ამოცანა სწორედ ეს არის კითხვარი არა კაი ფერდია ხო ხედავთ ყურე აქედან დაეში ის დესი იქნება ცოცხალი ვერ ადგები ნელია მიშიკო დედა ნელა არიჩქარო დედა მიშიკო ნელია
მიშიკო ნელა დედა მიშიკო ბრებო დავყარგეს სათვალე, მაგრამ უკან დაბრუნება მბეზარება. გნომებმა მომპარეს. ვაუ, შემიშნევია. ბიჭო, რა ვიცი, თავზე მეკეთე და აღარ დვია. აი, დავიგიდოთ. 10 ლარიანია მაინც და. ავიღე სათვალე არ უნდა წამოიმოძვა. არა ძმა. რამდენი ზომის მინია თუ და მეორეჯერ დავყარგე უკვე ერთი და იგივე გზაზე. ნია. მოკლედ მეგობრებო, მივალ გზაზე, მე და მიშო ვნახეთ ორი ადამიანი, მაგრამ უცებ გაქრდა. აი, მართლა არ ვიცი საწავინის. რავი, აზეა რო. დიახ, ისმენთ. subscriber-თან ერთ რაღაცას ვიტყვი რა, გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. დალაიქეთ, გამოგვიწერეთ, ზარის ღილაკსაც დაუჭერეთ და ასე რა თქმა უნდა, მეგობრებო, ძალა ერთობაშია, რა თქმა უნდა. არა, მოჩვენებები არ იყვნენ რა, ხედავდი ეხლა და მე რო ხედავდი მარტო ბაზარი არა, მაგრამ მიშოც ხედავდა. საინტერესო და უკან დავბრუნდით. არა, პროსტა გამარჯობა მინული. ოხაზე, არა. გამარჯობა გვინდოდა რა. ეძვას ვისაუბრ რა. განარა რატოსია ეს? მოკლედ მეგობრებო, ახლა ჩვენ მივდივართ თბილისის ხედზე. დავნახოთ იმედია ნისლი არ შეგვიშლის, შეგვიშლის ხელს. აგერ მეგობრებო, თბილისის ხედი თავისი თბილისის სიმღერით. ზის დავარდების ხარეო. გადაგიბრუნდა ფეხი? როგორ ხარ აბა? გონიჩო. მოკლედ მეგობრებო, თავიდან ვაპირებდით მთაწმინდისკენ ჩავსულიყავით, მაგრამ ბოლო მომენტში გადავიფიქრეთ კუსტბაზე ჩავიდეთ. რაც უფრო ქვევი ჩავდივართ, მით უფრო იკლებს თოვლი. მით უფრო თამსრიალებთ, იმიტომ რომ ატალახებული არის მიდამო. სხვადასხვის უფრო გათვლილი ქონდა, უფრო მეტი სიარული და უფრო მეტი დროზე ქონდა გაწელილი, მაგრამ როგორც ჩანს, უფრო მალე ჩამოვიდით. ჩამოსვლა ქონდა დაახლოებით დაგეგმილი 7 ივლისკენ, მაგრამ სადღაც 3-ზე ან 4-ნახევარზე უკვე ჩამოვიდით. ნასე რომ ნახოთ ევამ. ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ წამოხვიდეთ, იმედია თოვლი დაგვრცებათ. აგერ მიშო გუნდას აკეთებს. აი, ეკობა რომ ფეხბურთელი იყო. სამწუხარო მედისკი აქვს. მიშო კიდე გვანახეთ. ვინი? ოპა! მენისკი ხელს არ უშლის ამ ყველაფერში. და ის თავის საქმეს პროფესიონალურად აკეთებს. მოკლედ მეგობრებო, ვისაც დადორსული დღეები გაქვთ, შეგიძლიათ თქვენც წამოხვიდეთ ამ მარშრუტზე. ეს არის კოჯორიდან კუსტბამდე მარშრუტი. მეოთხე ეპიზოდში თქვენ ნახავდით იმ მაპებს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებოდათ და შეგიძლიათ ჩვეულებრივად ენდოთ. ეს ასევე დაგვხვდებათ თოვლი, რომელიც ძალიან გაგახალისებთ, ვისაც რა თქმა უნდა თოვლი გიყვართ. და არის რაღაცნაირად მისტიური სასიამოვნო გარემო რა. და შეგიძლიათ საკმაოდ ისიამოვნოთ, როგორც ჩვენ ვისიამოვნებთ მასე. იქიდან ჩამოვედი. გეიხედე. მაქინიდან ჩამოვედი მე. შეგიძლია შენც ჩამოხვიდე. წარმატებები. ესეთ მაგარ ხედზე ვართ რა. აი. დიდი ალბათობით ხედავთ.
აი ეგ არის კოშკი. სვანური კოშკი არის იქ, შეიძლება ხედავთ. თბილისში რა უნდა ძმა სვანური კოშკია? აი იქ მედივართ მე ჩავალ ქვევით. და მე ჩუქევით და მე კოსტპიდან ჩავდივართ საბაგიროთი. შევხვდებით. ალო, ვეფხო. მეგობრებო, ვისაც მეწყლე გყავთ, შეგიძლიათ აი ამ ხეთზე დატკბეთ და ისე ამონოთ. ესლია. მაგარია. სამწუხარო მე არ მყავს მეწყლი, მაგრამ იქნება ისე და გამოჩნდება საწავა. და აი ამ ხეთზე დავტკბებით. მოკლედ მეგობრებო, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გულით ასე რა თქვა და აქ ყოველ სეზონზე ვარ მქონი ნაყოფი. და ყოველ სეზონზე აქ თავისი ეჭხი, თავისი სილამაზე და რავით გირჩევთ რომ ხშირად ილაშქროთ და ხშირად წამოხვიდეთ ასეთ ლამაზ გარემოში. თითქმის უახლოვდებით დასასრულს. აი აქ თუ გაიხედავთ კუსტბა არის. ჩავალთ საბაგიროზე და წავალ სახლებში. ოჯურში არის დაახლოებით 10 ყდა 15 ისე და ეხლა არის, ახლა ვეგეტყვით. იწამი. ეხლა არის 4 საკლია. არა, 4:25 წუთი. მოკლედ არც გვიჩქარია არაფერი. თან საკმაოდ დიდხანს დავისვენეთ. თქვენ შეგიძლიათ ამ დროით მარტივად და სასიამოვნოდ გაატაროთ ეს თავისუფალი დრო. მოკლედ ეხლა ჩვენ ჩავდივართ საბაგიროთი კუსტბიდან ვაგის პარკამდე და თქვენს გისურვებთ რომ ეს მომენტი თბილად და გემრიელად გაატაროთ. ჩვენ ჩამოვედი ბაგაში და ნელ-ნელა დავატოვებით სახლში. მეგობრებო, თქვენ კი არ გადაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩემი ვარხი და რამე თუ შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ მომად დამისვათ Instagram-ის, თუნდაც Messenger-ის ან სხვადასხვა საშუალებების დახმარებით.